გადაცემის წარმომადგენელია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ძალიან დიდი მადლობა ბენდს, გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. უკვე ცუდ ტრადიციად მეგცა გადაცემის სოლიდარობით დაწყება, როგორც ისიც კვლავ ციხეში რჩება ჩვენი გუნდის წევრი ორიცე ცხადაძე და რუსული რეჟიმის სხვა პატიმრები. სოლიდარობას უცხადებ მათ და უსურვებ მალე გათავისუფლებას ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვიწყებ ცენტრალური თემით. 20 იანვარს გაიმართა ტრამპის ინაუგურაცია, შთამბეჭდავი და გრანდიოზული ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია. შთამბეჭდავი. ახალი პრეზიდენტის წარდგენა, ფიცის დადება, მისალმება, სიმღერა, დამსწრე საზოგადოება, ყველაფერი გრანდიოზულია, მაგრამ ჩვენი არალეგიტიმური პრეზიდენტის ჰაბიტუსს მაინც ვერაფერი ვერ აჯობებს. ვერაფერი. ჩვენსაც უკეთესი აქვს მართლა ჰაბიტუსი ჩვენის. ჯერ როგორი შარმიანია, ცარიელი შარმია. საერთოდ არ ითხოვს მისი შარმი ინტელექტს, საერთოდ არ ჭირდება. არ ჭირდება, თვითონ შარმი გავიწყებს ყველაფერს. ნახოთ როგორ ეხმაურება ტრამპის ინაუგურაცია საქართველოს არალეგიტიმური უდიპლომო პრეზიდენტი ზემოხსენებულ ღონისძიებაზე კი არ მიიწვიეს ეს ადამიანი და ნახოთ რა განცხადება, როგორ მიულოცა. იმედი მაქვს ტრამპის ლიდერობით საქართველოს აშშ-ის ურთიერთობების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას შევძლებთ. თვისებრივად ახალ ეტაპზეო, ყაվել ძმობას გაფიცებ. ეს ახალი სიტყვა აი სად ისწავლე გაფიცე თვისებრივი. არ გინდა რა. ეს ჩიქორთული ქართული არაა შენი. აი როგორ რომ გეთქვა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას შევძლებთ ეს დედანაკაჩიო. აი უკვე შენია მივხვდი ყაվել და ნუ დაკარგავ ინდივიდუალურობას, ამიტომ ჯობია რომ აი ეგეთი ტერმინოლოგიით ილაპარაკო. ინაუგურაციაზე ძალიან საინტერესო იყო დონალდ ტრამპის მიმართვა. ერთ-ერთი განცხადება განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ნახოთ ეს განცხადება. მხოლოდ ორი გენდერია, მამრობითი და მდედრობითი. ტრამპის ამ განცხადების შემდეგ პატარა მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოში. ამდენი დაჭიმული მამაკაცი რომ ერთდროულად მოდუნდა, შეყანყალდა მიწა ძვირფასო ტელემაყურებლები. ტრამპა ფაქტობრივად თქვა, რომ ქალი ქალია და კაცი კაციაო. აი ახლა ეს მინდოდა მე. ამხელა ექსპორტი ჩამივარდა. ძლივს ვიპოვე ამერიკაში მაღაზიათა ქსელი, რომელიც კაცის რძეს ჩაიბარებდა და რა უყო ახლა საცავიღო, აი ჩამომექცა ამხელა კაცის რძის ბიზნესი თავზე. ტრამპმა არ გაიხაროს მაგან. რამდენი კაცი მოუწველი არა და სულ ტყუილად. რამდენიმე მოწველის დროს წიხლიც კი მომცხო, მაგრამ აი რა ვიცი, რა ნაწვალები მაქვს თქვენ არ იცით, მაგრამ როგორ შეიძლება ესეთი რაღაც. ერთი სიტყვით ტრამპის და კასპის მერის მოსაზრება დაემთხვა ერთმანეთს. გიხაროდენ საჯიშე ქართველებო. 4 წელი გათხოვება არ გვემუქრება. ინავარდეთ და იშრიალეთ თბილისის ქუჩებში ჩვენო ტანწერწეტა და ბრგე ტალიკა ბიჭებო. ვერც ერთი მამაკაცის მკლავები ვერ ჩაიკრავს ჩვენს უმანკოს ხეულებს. საქართველოში გადმოვინაცვლოთ ძვირფასო მეგობრებო. მინდა მოგილოცოთ სასიხარულო ამბავი. დაგვიბრუნდნენ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები. ქვეყანაში დაბრუნდნენ უდაბნოს არწივები. ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა.
როგორც ცნობილია, გაერთიანებული არაბთა ემირატების სასამართლომ მათ $80,000 გადაახტევინა. ამ თვეში ორი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა. ნაპოლიდან PSG-ში 70 მილიონად ხვიჩა კვარაცხელია გადავიდა. მეორე ქართულმა ოცნებამ 80,000-ად აბუ-დაბიდან ირაკლი ზარქუა იყიდა. ჩემი აზრით, ზარქუა და სანიკიძე გინესის რეკორდების წიგნში უნდა შევიყვანოთ ადამიანები, რომლებმაც Coldplay-ის კონცერტის ბილეთში $80,000 გადაიხადა. თავიდან ბიძინა ირაკლი ზარქუაში 9 აკლემს სთავაზობდა იქაურ მთავრობას, მაგრამ მერე გადაიფიქრა, აკლე მაინც სულიერი არსებაა და თან გაცილებით ძვირფასიო და ამიტომ ჯობდა რომ თანხა გადაიხადა. ისე 80,000 მართლა რამ გადაახტევინათ. ძალიან უყაირათოდ ხარჯავენ ქოცები ფულს. მე ვერ ხვდები ამდენი რატომ გადაიხადა ზარქუაში. მაგ ფასად, ხო? 4 ოპოზიციონერს იყიდი. 4 კაი პოლიტიკოს იყიდი, ჩვეულებრივად. შენც მოგებული დარჩებოდი და თვითონაც ერთი სული აქვს, როდის დაურეკავთ. ერთი სული აქვს. ქვეყანაში გრძელდება მოქალაქეების უწყვეტი პროტესტი, უკვე 58 დღეა ადამიანები აპროტესტებენ არალეგიტიმურ მთავრობას და ითხოვენ ახალ არჩევნებს. ოცნება ცდილობს არ შეიმჩნიოს ეს დიდი პროტესტი და სასამართლოს ხელით ატარებს სადამსჯელო ღონისძიებებს. ძალიან საინტერესო პერფორმანსი ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პროცესზე. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. სასამართლოში სიმღერა რო დაიწყო ამ ბიჭმა, მოსამართლემ ავტომატურად ხელები ესე ამოძრავა, იმიტომ რომ მაინც ხო იცი მიჩვეულია და ერთ ბორბლიანი ველოსიპედი არ ქონდა, თორე 1-2 წრესაც შემოარტყავდა სასამართლოს შენობას, მაგრამ ბოლოს მაინც საცირკო წარმოდგენით დაასრულა პროცესი. ალე ჰოპ და გაუშვა პატიმრობაში ახალგაზრდები. დასხოს ალე ჰოპ და მაინც ცირკია და ძალიან ორიგინალური პერფორმანსი იყო, ძალიან მომეწონა, მაგრამ მეგობრებო, რომ მე მაინც გავმიჯნავდი ცირკს და სასამართლოს. ცირკი ბევრად ჯობია ქართულ სასამართლოს. ცირკში ცხოველები იქცევიან ადამიანებივით და სასამართლოში მოსამართლეები იქცევიან ცხოველებივით. ანუ ეს განსხვავებაა. მოდით ვნახოთ რა ჩვენება მისცა სასამართლოს ბათუმის პოლიციის უფროსმა, რომლის საფუძველზეც პატიმრობა მიუსაჯეს მზია ამაღლობელს. ვნახოთ. პოლიციის უფროსმა ირაკლი გებუაძემ განაცხადა, რომ მარჯვენა ლოყასა და ყურის არეში აღენიშნებოდა სიწითლე და განიცადა ფიზიკური ტკივილი. და დაზარალებული ამბობს, რომ დღემდე ფუას ტკივა. ფუა და ბუათი თუ არ შეაშინე ისე საჭმელს არ ჭამს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის სანქციებს ელოდება და ცდილობს ყველა ქონება საქართველოში გადმოიტანოს. დაარეგისტრირა ახალი კომპანიები, დააფუძნა შეპესეები, მოკლედ რომ ახსნათ ხო ბიზნეს საქონელს მზე მოადგა და აპირებს ჭრდილში გადმოაბას. მაგრამ სანქციების სიმხურვალე ძალიან ძლიერია, წესით საქართველოს ჭრდილშიც უნდა დასწრეს ოლიგარქის საქონელს. მე მინდა ბატონი ბიზნა დავაწყნარო, ასე ერთიანად ვერ მოგერევიან ბატონო ბიზნა. პირველი სანქცია იქნება რთული. მეორე სანქცია საგრძნობლად უკეთესი. მესამე სანქცია საკუთარ თავზე და ჯიბეზე იგრძნობდა. აი მეოთხე სანქცია იქნება ძალიან კარგი. მაშინ გახსოვთ, როგორ გველაპარაკებოდით ხოლმე ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენც ახლა თქვენს ცხოვრებაზე გესაუბრებით ასე. ეს იქნება უკვე დაუვიწყარი სანქციების ტალღა. როგორც ცნობილი ხდება, დიდი ბრიტანეთის აპირებს ბიზნა ივანიშვილის დასანქცირებას. ამ ამბავს ძალიან მკაცრი განცხადებით უპასუხა ქართული ოცნების პოლიცსაბჭომ. ნახოთ ეს განცხადება. ბიზნა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. განაცხადა იმ პარტიამ, რომელიც ბრიტანეთის სანქციების შემდეგ საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. საერთოდ ამ დიდ ბრიტანეთს ცოტა დიდხანს ხო არ გაეწელა ავტორიტეტი. მაგათი ავტორიტეტი ჯერ კიდე იქ უნდა დასრულებულიყო, მამაც გულში რა იკადრეს და რა დამართეს მელ გიბსონს. კაცი სახალხოდ გაფატლეს. ხო და ეგ რომ გაუვიდათ და მოადგნენ ამ ღვთისმიერ ბიძინას. ეს სისხლის მსმელი უავტორიტეტო ბრიტანეთი, ეს უილსონები ესენი, ვინ არიან?
ალბათ აი ასე ილანძღებიან ქოცები, როდესაც თავსევით ძალა არა აქვს. ამიტომ აი ესეთი ვარიანტი აქვს. ამ უდიდეს პოლიტიკურ ტრადიციების ქვეყანაზე იძახიან ოცნების წევრები, მისი ავტორიტეტი წარსულს ჩაბარდებაო. ძალიან მედარდება მე დიდი ბრიტანეთი. ნუ მან კაი პრემიერები წარამარა იცვლებიან და ნუ თავს უშველია როგორ, მაგრამ მეფე ჩარლზი მეწოდება, ეგ უბედური ეგა. ეგ უბედური ეგა. ბიძინას დასანქცირებით ასეთ თავლაბ დასხმულმა რო უნდა იაროს ლონდონის ქუჩებში, მაგიტომ მეწოდება. ჯერ რამდენი ხანი ელოდა მეფობას. რამდენი ხანი ელოდა მეფობას და გახდა მეფე და აი ნახე უკვე ჩამოექცა და თავლაბ დასხმული და უნდა იაროს. რა აზრი აქვს მაგის ცხოვრებას? გადადგეს, წავიდეს სხვა დანიშნოს. შვილიშვილი, შვილთაშვილი, რა ვიცი ვინმე. ივანიშვილის ყველაზე საფრთხის შემცველი არის ბრიტანეთის სანქციები, რადგან ოლიგარქის ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ქვეყნებში არის დარეგისტრირებული. ნუ მე ხელს ჩამივარ და ივანიშვილის იმ ქონების ჩამონათვალი, რომელსაც ემუქრება სანქციები. როგორც ირკვევა დაახლოებით ქართული 95 კომპანიაა, მაგრამ აი ნახეთ ერთი წუთით. აი გრაგნილი. ბრიტანეთიდან გამოგზავნილი გრაგნილია, თუ შეიძლება გაგაცნოთ ახლავე. მაშასე დავიწყოთ. ბახმანები, ბუხმანები, ფინანსები, ნაგროვები, სანიკიძეს ზარქუები, აბუ-დაბში ნაჯდომები, სანქციები დაწესდება ბიზნესთვის, ბერასათვის, სოტნე, უტა, ადიკოსთვის, ხვედელიძე ეკასათვის. იმისთვის, რომ ივანიშვილს მოუვიდა ზედმეტები, დაუცებ გასაჯაროვდა მისი ბნელი სეკრეტები. დასაქცინდა ოლიგარქის ყველა ბიზნეს სეგმენტები, აქსის თაუერსები და ჰაიდელბერგ ცემენტები. შეკვეთილშიც ვეღარ წავა, ვეღარც ტყეში იმალები, პინგვინების დასანქცირდნენ თავის ვეტერინარებით, კოკროჭინა ლემურები და სხვა ჩამოთრეულები, შეკვეთილში ნაკვეთები, ჩინოვნიკის ნაკეცები. აქ პიკასოს დონა მარი, იქ ბედიას სოფოს ქმარი. ვასანქცირებთ ყველა ხაზით თავის ნუცა ბუზა ლაძით. დაიბლოკა ოფშორები, დავაყარეთ ქოქოლები. თანხას ვეღარ შეინახავს პოსტსაბჭოთა ბობოლები. კაიმანის კუნძულები, თანხა გადა კუჭულები. სანამ ესეც დაიბლოკა, დააყენეთ დუნდულები. სანქცირდება კომპანია ოლიგარქის მართულები. აქსისი და ფონდი ქართულ კარფურები, შვარფურები, პინგვინები, შპინგვინები, ზებრები და ნახატები. მანე, მონე, რემბრანდტები და პიკასოს ნაქარგები. ფული რუსეთს ნაგროვები, უკადრებელ ნაკადრები. იბლოკება ოქროვერცხლი, ბიტკოინი, კობალტები. სამუდამოდ იკეტება პარაგრაფის კომნატები. დაპაუზდეს ბლექსი შოუ, შეუჩერდეს ლაივები. ვერ იმღერებს ვერც სტინგი და ვერც მაარონ ფაივები. ბრილიანტი, მარგალიტი, ზურმუხტები, დალალები, მდინარაძეს კოჭები და კობახიძის დალალები. თალაკვაძის პოემები, ლექსები და მოთხრობები. ალაზანზე მოფრთხიალე, თავმომწოდე ხოხობები. თუ კი უფრო მკაცრი გავხდი, ნუ შემრაცხავთ გულიანად. სანქციები დაგიწესეთ ყველას დედაბუდიანად. აი ესეთები მოვიდა იქიდან. იქიდან ესეთები მოვიდა. რა იქნება მომავალში? როგორ დაამტკიცებენ ეს უკვე ნახოთ ბრიტანეთს, ნახოთ დაველოდოთ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ სანქციების მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია, ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენების მოლოდინში არიან. ამის დადასტურებაა პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის დირექტორის ირაკლი რუხაძის ინტერვიუ. ნახოთ ორი ამონარიდი ამ ინტერვიუდან. ის კვირა, როცა იმედთან შეხება არ მაქვს, ჩემთვის უფრო კაი კვირაა. სულ დაძაბულობა, სულ რაღაცაში ხარ გახვეული, ამბობს. ახლა მეორე. ან BBC მაქვს ჩართული, ან CNN-ი, როგორც წესი, იმედს არ ვუყურებ. რაღაც განსაკუთრებულ თუ არ ხდება. იმედს არ ვუყურებო, იმედი როცა არ არის, ის კვირა კარგი კვირაო ჩემთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედზე თქვა, რაც გინდა ის დაუძახეთ. სანქციების ისე შეა. რუხაძის საქციელი გავს 90-იან წლებში ქართველი დიასახლისების საქციელს. ნუ კარგ შოკოლადს ხელი არ მოკიდეო, ეგო სტუმრებისთვისაო, ხო გახსოვთ და ბავშვებს რომ რაღაცა იაფასიან კამფეტებს რომ გვაჭმევდნენ.
ხო, ესე გვაჭმევენ ხალხს იმედის საზღვარ პროპაგანდას და თვითონ უყურებს გენაცვალე BBC-ს და CNN-ს. თვითონ ფლობელი არ უყურებს იმედს და ჩვენ გვაყურებინებს. ესე იგი, არ უნდა მაინც რომ ტვინი დაუბინძურდეს პროპაგანდით, თორე ცოტა ხანი ამან იმედს რო უყუროს, შეიძლება თვითონვე დახუროს ეს ტელევიზია. ისე რაც ვერ შეამრუხაძეს ვერ გავიგე. არ უნდა და არ უყურებს. რა არის ამაში დაუჯერებელი? მეც აგერ ახლა 19 წელია გადაცემა მიმყავს და ერთხელაც არ მინახავს. აი ერთხელაც არ მინახავს ეს გადაცემა. რა გადაცემა? აზე არა ვარ. რაღაცინებს, აი არ ვიცი რა, აი ვინახარ თქვენ საერთოდ. ვინ ეს ხალხი? მაყურებლები ხარ თუ რატო იყურებთ? არ ვიცი, არ მინახ, არ ცნობ საერთოდ. აი ვინ არიან და უყურებთ გადაცემის მე არ ვიცი რა გადაცემაზე ვლაპარაკობ და მაგით ოჰ ეს კოხტა გოგო მიწამოსკოპულა აქ აი ხო გეუნები და არ უყურებთ არ ვიცი ამ გადაცემის შესახებ პირველად ხედავ აი ამ ხალხს სანქციებს რა უთხარი რას არ გაკადრებინებს ადამიანს ვირფასო მეგობრებო მონოლოგის ბოლოს შეჯამება რომ გავაკეთოთ იმედის მფლობელი იმედს არ უყურებს მოსამართლე უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებს სამართალ დამცავები კანონებს არ ღვევენ ოლიგარქი გაკოტრების პირას არის არალეგიტიმური მთავრობა ამბობს რომ ტრამპთან ერთად დავამარცხებ deep state და ევროპას გავათავისუფლებთ ოლიგარქიული მმართველობისგანო მოკლედ იცით ქვეყანაში როგორი სიტუაციაა ერთი წუთით Tan tan tararan tan tararan tan tararan tan tararan tan tararan tan tararan tan 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 tararan tan tararan tan tararan tan tararan tan tan ოდიში მუსიკალური მონაცემები მთლად კარგი არ მაქვს, მაგრამ მაინც რაღაც გამომივიდა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ აფორმებს ბენდი თამუნა ლეკვეშვილის ხელმძღვანელს მადლობა. Firpaso, მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი პოლიტიკოსი გიგი უგულავა. მინდა აქვე შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმომადგენელია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია Sandomi, ტკბილეულის და სნექების მრავალფეროვნება. Sandomi ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია მარკეტების ქსელი გვირილა. შეიძინეთ გვირილაში 5 ან მეტი განსხვავებული პროდუქტი და ისარგებლეთ საბითუმო ფასებით. Liberty სოციალური ბარათის ფლობელებისთვის Liberty-ს ტერმინალზე გატარების შემთხვევაში საბითუმო ფასები მოქმედებს ნებისმიერ შენაძენზე. დამატებით ამასთან გაატარეთ მეგობარი ბარათი და დაიბრუნეთ 5%. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია InSound-ის გახმოვანების პლატფორმა VoiceG. ხმის უნიკალური ბანკი სარეკლამო რგოლებისა და ავტომოპასუხე სისტემებისთვის VoiceG, აქციე ტექსტი ხარისხიან აუდიოთ. შეგახსენებთ რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი შაბათის შოუ ჯგუფი და დაელოდეთ ძალიან ბევრ სიახლეს. გრძელდება გადაცემა და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ დონალდ და მელანია ტრამპები ინაუგურაციაზე. ვნახოთ. მოგესალმებით, მე გახლავარ დონალდ ტრამპი. პრეზიდენტი ამერიკელთა, მმართველი შტატთა, არიზონელთა და მიჩიგანელთა, ნიუ-ჯერსელთა და ოკლაჰომელთა, ლეგალთა და არალეგალთა, სტრატეგიული პარტნიორი რანთა და ქახთა. როგორც მოგეხსენება დღეს ამერიკელთა და მთლიანი მსოფლიო გარკვეული საშიშროებების წინაშე დგას. Yes. დაიმახსოვრეთ აუცილებლად. დასრულდება დრო, სადაც mother don't look like the mother და father don't look like the mother. ანუ დედას აღარ გავს და მამას აღარ გავს. პირობას ვდებ, რომ ამერიკა აუცილებლად იქნება ძველებურად ძლევამოსილი სახელმწიფო. ეს პირობა ისეთივე მარტივად შესაძლებელია, როგორც ეხლა მე ავდგები და ვკოცნი ჩემს მეუღლეს. ნუ ძირფასო მეგობრებო, სიტყვაზე უნდა ამენდოთ, სიტყვაზე უნდა ამენდოთ.
ასევე მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა ბიზნესი უნდა გაერთიანდეს და დააფინანსოს გადაცემა One Show, რადგან როგორც ამერიკა დიადი და ძირძველია, ასეთივე დიადი და ძირძველია One Show. No, fuck. ეს ტექსტი ვინ შემომთენია? ვინ შემომთენა ეს ტექსტი? გავაგზელოთ, ვიცი რომ თქვენ პოეტების ქვეყანა ხართ, ამიტომ ერთ სურვილს ლექსად გაგირითმავთ. ამ ქვეყანას რომ მოშორდეს პრორუსული ჟელანია, თითქმის ყველა ბავშვს ერქმევა დონალდი და მელანია. მე მინდა ერთი ამბავი გავიხსენო, რომელიც დავწერე და წაგიკითხავთ ეხლავე. რომ რამე არ გამორჩეს, მოკლედ გასულ წელს მე და მელანია ავსტრიაში მოგზაურობდით, სადაც ეს ავსტრია მოგეხსენებათ, რომ ძალიან ცხელი მხარეა და ამიტომ გადავწყვიტე სანაპიროზე გავსულიყავით, ბევრს საერნობდით, მე და მელანია ნახენიც ჭამეთ და რა ვიცი, ძალიან ბევრი ხალხი იყო იქ და უცებ მელანიასთან მივიდა ერთი ახალგაზრდა ტიპი და იცით რას ეუბნება? აქვე მე მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას. მომდევნო 4 წლის განმავლობაში გავზდი სამედიცინო დახმარებას და 4 წლის თავზე თქვენს ქვეყანაში არავის შეაწუხებს ცელის სიაქარი, სიარულის დროს გართულება, დისკოზი, დაბუჟება და სახსრების ტკივილი. ყველა იქნებით როგორც ქაჟისთავნი, ანუ ქაჟივით, ქაჟი ქვასავით, მაგრები. აქვე მე მინდა ვისურგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს ცოლს მელანიას, მის გარეშე ცხოვრებაში არაფერი არ გამომივიდო და საერთოდ გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა. ეს იყო 23 დეკემბერი 24 დეკემბერი იყო ქუჩაში დავინახე მელანია და მოიხიბლე ჩემი სილამაზით. და მოვიხიბლე მისი სილამაზით, yes. Graciozulobit, yes. ჩემი ჩიკაგოსავით ტკბილო. ჩემო ჩიკაგოსავით ტკბილო. და ლას-ვეგასივით ლაქშერო. Yes. მე მინდა ბოლოსკენ ჩემი გამოსვლა დავასრულო ცეკვით, რომელსაც მე და მელანია უკვე 30 წელიწადია ცეკვავთ, როცა არ მომეკარო შეწყვიტე, ხო, მუსიკა გადაშვე. ვაგზელის გადაცემას მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. ჩვენი პარტნიორია კომპანია სანდომი, ტკბილეულის და სნეკების მრავალფეროვნება. სანდომი ყველაზე ტკბილი ზღაპარი. გადაცემის პარტნიორია მარკეტების ქსელი გვირილა, შეიძინეთ გვირილაში 5 ან მეტი განსხვავებული პროდუქტი და ისარგებლეთ საბითუმო ფასებით. ლიბერტის სოციალურ ბარათის მფლობელებისთვის ლიბერტის ტერმინალზე გატარების შემთხვევაში საბითუმო ფასები მოქმედებს ნებისმიერ შენაძენზე. დამატებით ამასთან გაატარეთ მეგობარი ბარათი და დაიბრუნეთ 5%. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია ინსაუნდის გახმოვანების პლატფორმა Voice G.
ხმის უნიკალური ბანკი სარეკლამო რგოლებისა და ავტომოპასუხეს სისტემებისთვის. Voice-G, აქცია ტექსტი, ხარისხიან აუდიოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, შაბათის შოუ ჯგუფი და დაელოდეთ ბევრ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი სანქციებთან დაკავშირებით რჩევები ბატონ ბიძინა ივანიშვილს. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია InSound-ში. InSound-ის სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. ძირფასო მეგობრებო, მიესალმებით ჩვენი გადაცემის სტუმარი გიგი უგულავა. მოგესალმებით ბატონ გიგი, ძალიან დიდი მადლობა რომ სალამალეიკუმ. მოახერხეთ და კარგია რომ ეს არაბულად მელელა უნდა ვისწავლოთ რაღაცა არაბები ვართ. რაღაცები უნდა ვისწავლოთ არაბულად ჩვენც რომ ამ ხალხს დავეხმაროთ. ამ ხალხს დავეხმაროთ, რომლებიც მართლაც უსამართლოდ ისჯებოდნენ საემიროებში, ხო? ნუ მე ზარქოშებით. ხო, ამ ძიმე ალბათ ყველაზე მეტად ის კაცი ვერ იტანს ახლა Coldplay-ს. და ვინც კიდე ბილეთი აჩუქა, იმას აგინებს დარდა ცოცხალს. კი, ანუ რეალურად, ფაქტიურად Coldplay-ის კონცერტის ბილეთი დაუჯდათ $80,000 კაცს. კი, და ის არის, რა ქვია, ევროპაში ხო არ უშვებენ. ხო. ამერიკაში ხო აღარ უშვებენ. ხო. არაბეთშიც აღარ უშვებენ. ამასთან ერთად. მე მაინც სამგონია, ხა აი, ხა იქაური სასამართლო ხო წარმოგიდგენია რა არის ხა ეს სასამართლო? აი წარმოგიდგენია მოსამართლე მთელი ეს ვიდეოები ამოიღო პროკურატურამ, მიიტანა, ნახა, თან ამათმა ეს თავის ისო დადგეს ქცოლებს გადააღებინეს და დაადდეს და მოკლედ ბევრი ვიდეო მასალა იყო, ერთი ამბისთვის ბევრი კადრი იყო და მოსამართლე ალბათ უყურებს ყველაფერი შეაწონა იმასაკან. ნუ გავიგე ხა ეს რაღაცა გურჯისტანში რაღაცა ხდება იქ რაღაცა რევოლუციური სიტუაცია, ეს ვიღაცა ბოგანო არის, ეს რაღაცა შუსტრი ბიჭია, რაღაცებს ეჭხუბება, რაღაცებს, ეს ყველაფერი გავიგე, რაღაცა თქვენთან ხდება გავიგე. აი ეს მაღალი შლანგივით ვინ იყო აი წარმოიდგინე რუსი ტურისტი რომ მიდის და გეგონება არც ესმის აი ესე როგორ გაიარა აი წარმოუდგენე ეს უნიკალური სამსახიობო ნიჭი უნდა ქონდეს ესე გაიარო და ვითომ არაფერი არ ხდებოდეს და ამის ფონზე ხა მოსამართლე ხონაღა ეს ვიდეო და მეორე დღეს უყურებს რომ ვერ გაატკეჩეს ეს რაღაცა ადგებოდა მხეცივით ყიოდა და იძახდა ვითარცა ცოფივით იყო და ხო და თან მე რაღაცნაირად წაიქცეოდა ადგებოდა ვეღარ გაერკვა და აი ყველაფერი გაიგო მაგრამ აი ამას რა უნდა და აი მაღალ ხო იმიტომ ძალიან მოუქნელათაც ჩხუბობდა რა იმიტომ რაღაცა ჩხუბი ესე არ კალათბურთი ეთამაშა ჯობდა კაცს ხო ანუ აქ როგორი რეაქცია ექნებოდა თვითონ აქ თავარს მაგაზე ახლა რეალურად არაფერში არ აწყობდა ახლა ხო ეს რაღაცა სკანდალი სასოწარკვეთილი ხო აი რო ზრდი ეს ხენ ხო ნამყენეს კოლექტიური კობახიძე ეს უტიფრობის ზეიმი მთელი 12 წელია გამოზარდა რა და გამოზარდა ნახავდა არაფერი არ გამოამატა. ნუ რეალურად ალბათ ის კომპლექსმა შეაწუხა ერთი დღის, რომ აი არაბეთი იქით იყო და რამდენი Coldplay სიმღერას გაიგონებენ სულ ეკალებზე. ანუ მე მგონია რომ აქციებზე Coldplay სიმღერა უნდა ჩართოთ. კი, ეს ერთი საპროტესტო ის იქნება, ერთი ხაზი უნდა იყოს. ერთი ალბომი მთლიანად ცეცხლი ოლიგარქიას უნდა ვათქვევინოთ იმას, რა ქვია Coldplay-ს. კაი. იცი ქალბატონებს აინტერესებთ წონასთან დაკავშირებით ახლა ნუ ეს ჩემი ის არ არის გიგი ხო ხდები ხა ქალბატონებს აინტერესებთ ეს წონის ამბავი მე ინგა უკვე ჩამიშვა და ხო აი ხო ინგა ამბობდა რომ უგულავას დიეტა აღარ ამართლებსო იმიტომ თვითონაც ბარიატრია გაიკეთაო ხო და მომზდია მერე თვითონ კონვერი თვითონაც გამოყვა ამ ამბავში იმ დღეს სუფრაზე ვიყავით თან სუფრა და ბარიატრია და სუფრაზე ვიყავით და მიმოვიხედეთ და აქეთ მიმოვიხედე იქით მიმოვიხედე და
აღმოჩნდა რომ ყველანაირზე და რევოლუციური გადაწყვეტის მსხვერპლები ვიყავით. ანუ ყველა მაგრამ საჭმელი დარჩა სულ. აღარ საჭმელი ფაქტიურად საჭმელის უფრაზე აღარ იჭმევა. თუ საიდუმლო რამდენი დაიკელი? 50-ის ჩემტა. დაიკელი? ხო. 50 კილო? კი, ასტრალებში ვიყავი. არა, ანუ ხო, ბოლო მე მაღალ წონებში ვჭიდავდი. თუ გაინტერესებს როგორი ვიყავი, აი იმედის კარდები უნდა ნახო, ეგენი დებენ დღემდე. სულ გიგი უგულავს, კი. ხო, იცი რა არის ხო, ახლა ახალ იმედი ვახსენეთ, რუხაძე რო იმედს არ უყურებს. ხო, ჩვენთვის უნდა ის. ჩვენ გვაყურებინებს. CNN-ს და BBC-ს უყურებთ. ჩვენ გვაყურებინებს იმას რა ქვია, იმედს. ანუ ფაქტობრივად კაცმა გითხრა რომ მე იმედი twins არ ვიბინძურებ, მე BBC-ს და უფრო ობიექტურ რას გვეჩვენა მე იმეჯერ რომ მუშაობდი მაგრამ მე მეწყინებოდა ეგ ამბავი ძალიან მეწყინებოდა წარმოვიდგინე ხალხი თავს იკლავს ამისთან რამეებზე მიდის და თურმე არც უყურებენ ხო არც უყურებს კი იცი რა უნდა გითხრა შენ თუ ელოდი მაგალითად რომ აი 28 ნოემბერს ეს კობახიძე დააბრეხვებდა ამას რომ ევროპისკენ ანუ აი ამ სცენარს შენ ბევრნაირ სცენარს იხილავ ხოლმე გადაცემებში რა მაგრამ აი ესე უცბად აი ესე გამოსულა და პირდაპირ აი ესე ბრეხვება რომ აი ჩვენ ახლა ევროპული გზა აღარ გვინდა და ვაჩერებთ ყველანაირ მოლაპარაკებებს რა ხო და აი ორ რამეს გეტ ერთი მანამდე 2 დღით ადრე აი უბედური წვიმიანი დღე რო იყო გამე რო გავათენეთ აქციაზე და მეორე დღეს უკვე აი გაძენძილებ გაუბედურებული სასოწარკვეთილები ვართ რა და მორჩა დამთავრდა ბრძოლა რა აი რომ დაეცემე ბრძოლის ველზე რა და მე დარწმუნებული ვარ კობახიძეს აი ამ ჩვენმა სასოწარკვეთილ შპიონებით განასო გარშემო და აი ამ სასოწარკვეთამ აიძულა რომ 28-ში აი ეგ გაეკეთებინა რაც გააკეთა ასე რომ ირიბად ეგ მაგას ისედაც გააკეთებდნენ მაგრამ ნუ ირიბად მაინც ამან შეუწყო ხელი ასე რომ აი რო იძახენ პარტიები რას მიკეთებენ პარტიები რას მიკეთებენ კი არა ეგ ამბავი ზუსტად ჩვენ შედეგი პარტიებს რო არ ჩაესვა რა ამას კობახიძე მაგრამ 28-ს მაგარამაც მოგიყვები აი საოცარი ამბავია ჩემ მეგობარს და ნამდვილი ამბავია კაცი არ ვიგონებ მოკლედ ჩემი მეგობარი დადის ტანგოზე ხო რაღაც ტანგოს წრეები ტანგოზე ხო თბილისში არის ტანგოს წრეები რა ხო და ჩემ ხელა რა 50 წლის არის მე ყველაზე ახალგაზრდა ვარ იქ 70-80 წლის ქალები დადიან ისეც ეკავენო მე ვერც მივხვდა ნუ ახლა ტანგო რა არის ტანგოს და ვეცეკვები იქო ვარჯიშობ და ვეცეკვებიო იქ ერთ-ერთი ისე ხო ფრიდონი ქვიაო რა და პარტნიორი ხა წარმოიდგინე აი ცოტა ისეთი გამოკვეტებული რეიტუზები რო აქვთ კაი კუნთიანი ესეთი სქელი ედუარდ კამაიკებით ცოტა მსუბუქი ოფლისუნით და მაღალი პროფესიული ესე ვთქვათ მაღალ პროფესიულად ცეკვავს ტანგოს და ნუ ესე ცეკვავთ მოკლედ ტანგოს და 28 არის მაგრამ ასე არა ვარ ახტება ვაფშე კონცენტრირებული ვარ მხოლოდ ტანგოზე და ამის ტელეფონი რაღაც ნოტიფიკაციას ბრმ ხმას უშვებსო და ეს ცოტა როგორც ყველა ესეთი აღნაგობის კაცი ცოტა უტყვია მარტო ტანგოს ეკავს ბევრს ალაპარაკობს და ნოტიფიკაცია რომ მოუვიდა უიო ოპერაცია მაქვს და ისო და გაებადრა სახე ფრიდონ თქვენ ექიმი ბძანდებით ვეკითხებიო და ნუ იშმუშნება რაღაცას და დაიწყო ამ თავისი ნივთების ჩალაგებაო რა ჩალაგებაო და ნუ აი რაღაცას მე აი აბეზარა ვაიუნები რატომ მიდიხარ მოდი დავამთავროთ ცეკვა რაღაცა იქით აქ მოკლედ ამ ყველაფერი ჩალაგა წავიდა და იქ ერთი ქალი არის რომელიც სულ აპარაკობსო რა თან ცეკვავს თან ლაპარაკობსო და ეს იმის და ექიმი სად მუშაობსო ესო რა ქვია ჩვენ ფრიდონიო და არა სად მუშაობს და გედედეში მუშაობს და ამას შეკიეცა და ეს არის 28 საღამო როდესაც კობახიძე გამოვიდა და ევროპას დაუკანეცა და ხალხი რო გამოვარდა და ამას ოპერაციაში დაემარეს თურმე გედედეში მუშაობს დასარბევად და ამას ცივა დაასხა იმის მერე მოკლედ აი რუგზაკი დავდევარ და წარმოიდგინეო სულ ყველა აქციაზე დავდივარო და აი იმას ჩაფხუტებით იმებით არის თვალებში უყურებ ვერაფრით ვერ ვიპოვე და ერთხელ ისეთი სასოწარკვეთილი ვიყავიო რომ აი წარმოიდგინე იქიდან რომ გაზებს ისვრიან და წყალებს და უბედურებს აქედან ეს რაღაც პიროტექნიკა და ამბავე და ისეთ სასოწარკვეთილი ვიყავი ეხლა როგორ უნდა გამოვიცნო და ვიფიქრე რომ ხო არ შევარდე იქ და წავიცეყო იქნება წამოვიკიდო ამ ცეკვაზე მე ვითხარი რა უნდა წამოვიკიდო არაო და მარაო არ ვაცდენო იმის მერე არც მიტინგებსო
და არც ტანგოსო და არ მოდის ისოხერი, ნუ დღეს ზადმოა ყაზარმაში ყავთ ჯაკეტილი ჟენი ფრიდონი. წარმოიდგინე, აი კინოებში რო არის, ხო იცი რაღაცა კილერი რო არის და რაღაც ესე ხლად ესე ცივცის ხლად რო კლავს და მე სახში რო იქ ვიოლინოზე რო უკრავს ან ყვავილებს რაღაცა ხოლი და მეზობლები რო დადებითად ახასიათებენ ჩუმი წყნარი მშვიდი და კარგი კაცი აი ეგეთი აღმოჩნდა ჩვენი გედედეს პრიდონი გადაცემა აქ აი წარმოიდგინე რა ცეკვავს დღისით საღამოს გარბევს დღისით ცეკვავს დღის პირველ ნახევარში ტანგოთიანი გადაცემული არის უყვარს ცეკვა უყვარს რა მისია ეს ტანგო მისია ეს საღამოს ჩვეულებრივად გამოდის ხილი და ის არის რა ქვია მხეცი არის აი დაუნდობელი აი წარმოუდგენელია წეცრას მე კაია მაგითი ტანგოს ვიდეო რო დაიდოს კაი იქნება იცი რა უნდა კითხო ეხლა ტრამპის ინაუგურაციას უყურე ხო? კი, როგორ არ უყურე. ხო, ნუ აი აქაც ისე არიან რა, ანუ ეს ხო დიდი გულშემატკივრობა იყო და ამ გულშემატკივრობა კი არა, ის იყო რა ქვია. ვინსად მოხდებოდა რა დარბაზში ერთი ამბავი იყო და. არა, კოცებიც ხო არიან ხა ჟღალი მიმინო და ტრამპუშკა და რაღაცებს ხო მოფერებით ხო ეძახიან აქედან. შორით, ამათ კოცებს რა ტრამპის მიმართ აქ შორით დაგვა, შორით ალვა. ხო. იქ არ მიიღეს და აქედან ეტრფიან შორიდან. არა, ყველაზე მაგარი ვიღაც ხალი ვიყავთ ნაპოლი, ვიღაც კიმბერლი. მოდის. ხო, საქართველოში. ეხლა დღეს აგერ ის არის რა ქვია და ნონსენს რომ ქალბატონი კიმბერლი ლოუ ჩამოვდის 5 საათზე თბილისის აეროპორტში იქნება და ვისაც სურვილი გაქვს დახვდით. აი ეს კიმბერლი ლოუ რა ვიცი, აი რა ჩაულებრივი ადამიანი არაფერთან ყავშიში არა ისე რო შეხედავ ძალიან სანდომიანად გამოიყურება რა ბაზა სხვადასხვა მაგაზე ტანგო ცეკვა უყავს რამდენი ვნახეს მე მგონი იცი რა არის ეჭვი მაგრამ ბოლოში ეგ კიმბერლი ლოუ იმ ცეკვავენ ვარსკვლავებში მოხდება იმიტომ რომ არა გაქვს კადრები ახლა ვარსკვლავები აღარ ხო ცეკვავენ ვარსკვლავები ქვია მაგრამ ეს კიმბერლის ერთ ბოლო ამბავი არის რომ ალბათ ცეკვავენ ვარსკვლავებში კი, ან შეიძლება აი ტუტსის ამბავი იყოს, რომ აი ესე მოიხსნას, მე არ ვარ ედვარდ კესა, ემილი კიმბერლი და აღმოჩნდეს რავი ჟღალი მიმინო, რავი რაღაც აღმოჩნდა. გიჟობები, აი ნუ აი წარმოუდგენელი რაღაცა, აი ესეთი რაღაც აი აი ყველაზე უფრო ყრუ ადგილას თანამედროვე სოფლიოში ხარ როგორ დაგუგლე ნახე კიმბერლი ლოუ არის თავისთვის რაღაცა ფერმაში ხალი რაღაცას თავის პატარა იმ მიკრორაიონში პრაიმერში მონაწილეობა უნდოდა და საბუთები ვერ შეუგროვებია საწყალს და წარმოიდგინე ხა აქ იქნება დახვედრა იმას ტეჩერივით დახვდებია აქ როგორ ასაღებენ კოცები თვითონ ვინ არის ეს კიმბე კოცები ეს არის როგორ ასაღებენ პირველი სიმაღლე აიღო ეს უნდა ეს დაინიშნება ტრამპის წარმომადგენლად ევროკავშირშიო ხო და ეხლა მოდის ჩერეზ ევროპა აი პირველად მე მგონი შეიძლება ეხლა აი წარმოუდგენელი კარგი სანდომიანი ხალი ფერმა რაღაც აი კარგი ამერიკელი კონსერვატორი ცოტა რედნეკული იმითი რაღაც ესეთი კარგი ხალი სანდო თვალებს შეხედავ ლამაზ თვალები აქვს შენი თვალები ჭირიმ ვიღაც ადიპოვეს რატო იპოვეს რა უნდა გააკეთოს აქ ჩამოიყვან გეუბნები ეხლა გამოასეირნებენ ეგ და ის არის მაღალი დონის შეხვედრა რა ვიცი კობახიძე შეხვდება ალბათ ის გაგიჟდება წარმოუდგენელი ის აი მოხდება ალბათ თავის ის რაღაც მოგზაურობა აკაკის რაღაცა რაჭაში მოგზაურობა კიმბერლის საქართველოში და თვითონ ალბათ აი ვერ ხვდება მაგრამ ბოლოში გამაღმერთეს აი იცი რა არის ამათ ხო უკვე ქვა აღმარჩე აგეუბნები კიმბერლი ლოუ მოხდება ბოლოში რუსთაველზე აქციაზე აი ეგერ მე და აგერ ჩე უბრალოდ მე მგონი ტრამპის გულშემატკივარია ეს ქაულებრივი რა ვიცი აი ხო არის აქ რა ვიცი აქაც ხო ყავს აი ბიზნეს რო ყავს გულშემატკივარი აი გულმხურვალე გულშემატკივრები რო არიან აი ეგეთი არის აი გაიყინა ესა ეს ჩვენი დელეგაციები ხო ცოტა იჩალიჩეს ზოგმა ერთ დარბაზში მოხდა ზოგი მეორეში ზოგი და ამან ეგეთ ვერ ჭალჭა გარეთ იყო სურათებს მაგრამ იყო მაინც კამაყოფილი იმიტომ რომ მე იქ ამერიკა great again ყვიროდა და ხალხში იდგა 20 მინუტს 20 გრადუსს ყინვაში რა და ჩვენება იჩალიჩეს მაინც წარმაგარია სხვადასხვა დარბაზებში გადანაწილდნენ. იყვნენ ჩვენები, კი, სალომეც იყო იქით, გიორგი იყო იქით დარბაზში. ერთ დარბაზში ხوار იქნებოდნენ ყველა. არა, ერთად ჩვენ. ერთ დარბაზში ხوار იქნებოდნენ, გადანაწილდნენ სხვადასხვა დარბაზებში. მოედნე, ეს კიმბერლი ვერ შევიდა ქუჩიდან უყურებდა. ხო, ქუჩიდან უყურებდა. აი, მაგაზე მე გეკითხები, აი,
კოცობა რა არის მენტალიტეტი რა არის აი კოცობის რა არის აი კოცობა ნუ ერთი მხრივ ხო უძირო უტიფრობაა მაგრამ ნუ ეგ ხა სერიოზული თემა ხა მას ისაც უყაი ყობახიძე გამისის კოცობა უფრო ღრმა რაღაცა არის აი ყურე ძველი ამბავია რა დომკინოში გადიოდა დომკინოში მას დარბაზზე ყო კინოებს ანახებდნენ რა და დომკინოში ანახებდნენ ხოლმე ძალიან ხშირად პაზოლინის ფილმებს რა რეტროსპექტივა იყო და უშვებდნენ სახარება მათესგან ხო ცნობილი პაზოლინის ფილმია და ნუ იქ არის რა ვიცი ხა 300-400 ადგილია სავსეა დარბაზი იგზის ხა კიდობანში როზის მაშინ დომკინოში და ეს უცნობი რა გადის ახლა ეს ფილმი გია ხო გია რა უცნობი კიდობნის კაცი ხო და გადის და არის კულმინაციური სცენაა რა გეცამანის ბაღში იესოს დაპატიმრება ცენტურიონის ჯარისკაცები მოდიან და ესე აღწერილია სცენას ჯარისკაცები მოდიან და ეს ის და უცბად რომ და შეიპყრონ და წამოხტა ესა და გაიქეცი იესო გაიქეცი აი გარი ნაღდი კოცოა რა აი ომი გინდა გააკეთა ოღონ 30 წლის წინ კინო შეზახო გაიქეცი აი სასაულია რა წარმოუდგენელი ის არის აი ნაღდი აი ეგზისტენციალური ამოხნეშა იყო ისეთი აი ესეთი რაღაც აი ყველაფერი დევს ამაში რა აი ერთ ფრაზაში გაიქეცი ისტორიას ცვლიდა როგაცული ხო სხვა კარგად იცხოვრებდა ძმაო კარგ შეჭამდა კარგ დალევდა რა გინდა სად მიდიხარ რა ჯვარი რი ჯვარი აი გაიქეცი რა გაია იცი რა უნდა კითხო მაგრამ ხა მოსამართლების კეიპს უყურე ხო კეიპს გარედან ხო ყველაზე მაგარი იყო ბიჭო აქ ხალხი აერობდო და იქ სვეტა მუსიკა იმენა სვეტა მუსიკა რო ჩაი სვეტა მუსიკა რა და ის რა ქვია ის ბენდი რა ქვია იმისი აი წარმოუდგენელი და გარედან ეს ხალხი გმინავს იქ იჭერენ იმას და იქთან წითელი ყვითელი ფერები რაღაც პანჭერს იმას წარმოუდგენელი ხალხია რატო იკეიპს აუ იცოდნენ ესეთი ამბავი ხო რა ვიცი ბიჭო რა ვიცი რა გითხრა რა ვიცი აგერ მელაძეს ხო მაგათ და იმებზე აგარაკებზე აქვს გაკეთებული სიუჟეტი წასულიყო სადმე აგარაკზე დამწყლავიყო წყარად ეკეიფათ რას გაიგ უტიფარი ხალხია რა ვიცი იქე აი ანუ ალბათ ყველას დასანახავთ რომ ეხლა ჩვენ არაფერი ესეთ პრობლემები არ გვაქვს ნახეთ ეხლა კარგად ვართ რა მაგარი პრობლემები არ აქვს წინა დღეს ხალხი დაიჭირეს ბავშვები შეაბრუნეს ციხეში და ყველაფერს თავიდანვე აი ჩემი შვილი იყო რა მაგ აქციაზე და დამირეკა და мама ვერ წარმოიდგენო ახლა რა იყო მეთქი და მეთქი ვიღაცას იჭერენ რა და აი წარმოიდგინო აი აქ ხო დგევარ თან ცუდი ამინდეს იცი და იქიდან რაღაცა საშინელი მუსიკა გამოდისო და ფერებიო ესა სვეტა მუსიკის საშინელება ანუ და ეგ კაცი მე ხა აგერ იდგა სერიოზული სახით ასამართლებდა დღეს ვიღაცებს აი ხო გუშინ ხო ბაჩიაშვილის მოსამართლე აი ეს მოსამართლეებს აი ხა შენ ცნობ ხო როგორ არ ცნობ ყველა ჩემი პროკურორი იყო და ჩემი მოსამართლე უკვე მე ერთხელ სადღაცა სემინარზე ვიყავი და ახალი გამოსული ვარ ციხიდან და ბიჭო და შევედი ბორჯომში იყო რა და სასადილოში შევედი გავიხედე მეცნობა გამოვიხედე მეცნობა და მე მეთქე რა ვიცი ეხა წინა ცხოვრებიდან მეცნობა ეხა სულ ვიღაცები რომ დარბიან ეხა ეს ზოგი ცუდი ზოგი კარგი იმაში რა პოლიცია მოიწევ რაღაცები მეთქი ვიღაცები რა ვიცი მეცნობა და მე და გოკავართ გაბაშვილი და ბიჭო უცხოს კრავს მას და ეს ვერ იცანია ვინა ამან გაგიშვა შეჩემა სროკზე როგორ ვერ ცნობდა მე უცხოდ გამახსენდა და მე ხო ერთს რო იცნობდა მე ესეც და აღმოჩნდა 5-6 მოსამართლე მე პროკურორი ეხაც რო უყურებ ერთი და იგივე ხალხი ყავთ ეთყობა ეს კუტოკი აი ბაბილოს კუტოკია რა ვინც კეიფობდა ეგენი არიან პროკურორიც მოსამართლეც ეხა აი ბაჩაშვილის ემას უყურებდი ის არის ჩემი პროკურორი იყო მოსამართლეც ჩემი იყო ყველა შენი იყო ვინც შენ გაიარე ხო მაგრამ მაგას ძალიან ბევრს ედავებიან მე მაგდენს არ მედავებოდა ბაჩიაშვილს რამდენს ედავებ ესე იგი რამდენი ბიტკოინი უნდა მომცეო 500-ი აი წერილი საოცარი წერილი იყო 60% მომეციო თუ გინდა გაგეშვაო და თუ არ მომცემ 60%-ო რაც დამართვიო ყოველ თვეო 5% დაემატებაო ხო
აი იმინა სოლდაგარის, რავი, მაკარას წერილი იყო, საოცნება. სოჩიკი ჩაუტო, წარმოუდგენელი წერილი, აი არ ვიცი მე. ანუ უფრო გადაკანონით კი არ ელაპარაკება, აი რაღაც უფრო 5% ყოველთვის დაემატებაო რა. უფრო მაფიოზი. ოღონდ ეგ არ გაჩერდებაო 100%-საც რო გადაცდებაო, მეერეცო. მაგრამ აი ცი მაინც პროცესები ახლა ხელისუფლებას თავისას უბერავს ხო მაინც არაფერს არ შვება ახლა ის აი ბოლო იყო ცესკოს განცხადება რომ უკვე ადგილობრივი არჩევნების თარიღი დაგვინიშნეს ხო ახლა საერთოდ აი ვითომ არ იმჩნევენ რომ ქვეყანაში რაღაც უბედურება ტრიალებს რა პესიმისტური სცენარი თუ გიდა მოგიყვება ჩვენთვის ხო აი პესიმისტური მაინტერესებს და ქოცების სცენარია სტრატეგია ოღონდ მაგ სერიოზულად ვთქვა ივნისამდე მიაღწიონ სადღაც ივნისის ბოლომდე და ივნისის ბოლომდე თუ ისევ ხელისუფლებაში არიან, მე უნდა შეგითრევენ ამ ადგილობრივ არჩევნებზე. ოღონდ ეხლა ვეგეთყვი ჩვენ უბედურებებს. ეხლა თუ ისევ ივნისში ესენი ხელისუფლებაში არიან, ხო? ადგილობრივ არჩევნებში ყველა პარტია დაიწყებს. ჯერ ერთი იტყვის რომ არ მივიღებ მონაწილეობას. მაგალითად გვარამია იტყვის. მაგრამ იქ დიაგო იტყვის მივიღებ, მერე ფედერალისტები იტყვიან მივიღებ, მერე გახარია იტყვის მივიღებ მონაწილეობას, მერე ლელოძი იტყვის მივიღებ, ბოლოს ეს ორი ნაცი რაც არის დარჩენილი, ისიც მიიღებენ მონაწილეობას. მან შეგითრევს ყველა ვარიანტი შეგითრევს. აი როგორც ახლა შენ გიყურებს ისე მაგ წარმოდგენილი აუცილებლად ტელევიზორში გამოჩნდება დათო ბერძენიშვილი რომელიც იტყვის რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და როგორც თურქულმა ოპოზიციამ ისე უნდა დავამართოთ ქალაქები უნდა წავართვათ აი ამას 100% და აი ამას იტყვიან აუცილებლად მერე პარტიებს შორის დავარაზე იქნება იცი რომ ჩვენ ყველას ძლიერი კანდიდატი, ყველას თავის კანდიდატი ეყოლება. მოკლედ და მეორე ტურში ვითანამშრომლებ და აი მეორე ტური დამთავრდება როგორც 21 წელს იყო. აი ეგ იქნება. აი ეს არის ამათი ქართული ოცნება, სინამდვილეში არის ეს და შესაბამისად ეხა აქეთ რო გადმოვახვიოთ, ხო? ივნისამდე ამათმა არ უნდა მიაღწიონ. აი ეს არის აქედან მორალი, თორე თუ მიაღწიეს, მერე ჯობია ისა რა ქვია. თაკუთი დავიყურო და თურქულ გამარჯვებულ რომელიმე ქალაქში წავიდეთ დასასვენება. ანტალიაში თუნგინ, ანტალია, ხო ყველა ქალაქი მოწაართო. ნუ აქ იქნება და ჩაი დარწმუნებული დათბერდა. სტამბული წაართვა, ანკარა წაართვა, ოპოზიციამ იზმირი წაართვა, ბოდრუმი წაართვა, ანტალია წაართვა და ჩვენც ეგრე წავართმევთ თბილისს, წავართმევთ რავი, ზესტაფონს წავართმევთ ქუთაისს წავართმევთ, ნუ დაუტოვებთ საჩხერეს ბოლო-ბოლო მოკლედ და ეგრე ქვევიდან ამოვწევთ. მაგრამ პრემიერი მაინც სიტყვაზე როგორც ერდოღანი არის, ისე იქნება. კი. ეს მოდელი მოკლედ აქედან მორალი ამ ისტორიის არის, რომ ივნისამდე ამათმა არ უნდა მიაღწიონ. შესაბამისად ამ სამი თვე გვაქვს ბრძოლისა და თავდადებისთვის. ანუ მაინც ოპტიმისტურად ხარ განწყობილი. აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. შეუძლებელია უბრალოდ აი მათ შორის აი ფრიდონის ისტორია სნაირი ანექს მეორე უამრავი ისეთი ადამიანური ისტორიები და ისეთი ემოციური ისტორიები ახლავს აი ამ იმასთან რა ქვია აი ამ დიდ ტალღას და ამ აღდგინებას რომ შეუძლებელია ის რა. თან აი მე კიდე რა მომწონს აი იქ ცოტა შეთხელებული როცა ხო არის ძირითადი ხალხი ვინც დგას რომელიც აი ყოველდღე აი სხვა შორის აი ყველაზე დიდი სიმბოლო ის არის რა ქვია პაატა ბურჭულაძე აი მე მგონი და სულ დგას. სულ და ეგრე არის რა ოღონ ეს ხალხი ვინც ეს სულ დგას რა უკვე იმას აქვს რა შაკიროთ ხოლმე რომ აი რამე რო იყოს კადასტრი მოიზომე აქ უკვე ფესვ გადმოიქან როგორი რაღაცა იცი მე ერთმანეთს საუბარი აი მონადირეებივით არიან რა აი მონადირე რა არის აი ქარი საიდან იქნება ხალხი მოვა გამინც რო უყურებ ღრუბელი საიდან დაუბერავს იქ ქარი ისიქით წვიმა იქნება არ იქნება აი მონადირეების ლაპარაკს გავს ხოლმე აი მონადირეს მიდის აი სულ ეგეთი ლაპარაკი ეს აღკინებული ძირითადად მეტეოროლოგიური, პოლიტიკური და ესეთი ამბებით ნაზავია ხოლმე. ხო. და ეხლა სხვათა შორის მე როგორც ახლა ყოფილ მერს ესეთ ურბანულ იმებს მეკითხებიან ხოლმე ესეთ დისკუსიაში შევალთ ხოლმე და ეხლა ეს დღეს უკვე მოხსნეს ეს წინა საახალწლოების განათებები და აი ახლა თქვენი საზრით რო მე ვკითხება ჯერ გაგანი ახალი წლების მერეა რა
როდის დაგვარბე მე ვთხარი ჯერ არავინ არ დაგარბევს მეთქი სანამ საახალწლო ესენია მეთქი აუგო წარმოიდგინე მეთქი აქა წყლის ჭავს ვერ გამოიყენებ გაზის იმას ვერ გამოიყენებ და ამ ნაწვალებ იმას რა ქვია ამ ნაძვის ხეს და განათებას ახლა კალაძე არის მას ასე რომ სანამ ეს არის და აი ვიგულავ და აი დღეს უკვე მოხსნეს და აწენ უკვე უნდა ვემზადოთ მეორე გადამწყვეტი ბრძოლისთვის მედი მაქვს, იმედი მაქვს, რომ შენი ოპტიმიზმი გაამართლებს, ჩვენც ოპტიმიზმი ვართ. იმიტომ რომ ახლა ხო ხდები ეს სანქციებიც ხო თავისას შვება, ხო? ჩაკუჩივი თურტყავს, ჩაკუჩივი თურტყავს. მესმის რომ ეს რა ქვია ბრიტანეთის ავტორიტეტი ძალიან დაეცა. ტიტანიკივით. მიწასთან არის გასწორებული, მაგრამ უღირთ. აბა, ბიჭო, 10 საუკუნოვანი სასამართლო. ეტალონი ბრიტანული სასამართლო პრეცედენტული სამართალი ერთი იმითი დამარხეს. დამარხეს იმით რომ ბატონ ბიზნეს სანქციებში სიაში მოახერხეს და ნუ ესა ძალიან ძიმე ამბავი. ძალიან დიდი მადლობა გიგი რომ მოხვედით ჩემთან. მადლობა მოწვევისთვის. მე დავიხარისე მე იმედი მაქვს რომ ფრიდონი ტანგოს დაუბრუნდება საბოლოო ჯამში. ჯობია ტანგო იცეკვე. ძალიან დიდი მადლობა გიგი მულავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მადლობა. ფასო ტელემაყურებლებო დღეს ვიამით გემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში ახლა უნდა გავიქცე ზარქუასთან ავდივარ Coldplay-ის კონცერტის ბილეთები მაქვს ერაყში. ხო და იქნება ერთი $80,000 შევტენო რამენაირად ნახვამდის გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი.